მოგესალმებით. ჩემი სახელია ასპანაძე ლაშა და ამ ვიდეოდ შევეცდები გაგახსნათ პროგრამა GeoGebra. ზოგადად ეს პროგრამა საკმაოდ მრავალფუნქციურია და შევეცდები ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ. მოდით გადავიდეთ უშუალოდ იმ ჩვენებაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ იგი. თავიდან უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ პროგრამას აქვს ქართული ენა და ჩვენ შეგვიძლია მას ენა შევუწყოთ, რომელიც უფრო ადვილს გახდის ჩვენთვის მის გამოყენებას. უნდა შევიდეთ ამ დანაყოფში. შემდეგ უნდა გადავიდეთ language და ავირჩიოთ ჩვენი სასურველი ენა, ამჟამად ჩვენ ვჭირდება Georgian. შეიძლება მთელი პროგრამის ენა გადავაისკნო რა ქართულზე და უფრო გაგვიაზრდება მისი გამოყენება. ახლა მოდით გადავიდეთ უშუალოდ მის გამოყენებაზე. თავიდან როგორც ხედავთ, აქ არის მოცემული საკოორდინატო სიბრტყე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ის წავშალოთ და გავაყენოთ ბადე. გადავიდეთ უშუალოდ ამ ფანჯრებზე, რომელიც არის მოცემული. მაგალითად, პირველი არის გადატანა, ნებისმიერი წერტილი ან ფიგურა ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ ამ ფანჯრის დახმარებით. მოდით გადავიდეთ მეორეზე. აქ არის ახალი წერტილი, მოვიშვით ნებისმიერი წერტილი ნებისმიერ ადგილას და აღსანიშნავია ის, რომ ნებისმიერი წერტილის მონიშნისას მის მარცხნივ გამოჩნდება მისი კოორდინატები, რომელსაც პროგრამა წერს ავტომატურად. როგორც წეგან აღვნიშნე, ჩვენ შეგვიძლია ეს წერტილი გადავაადგილოთ, ამისათვის ჩვენ უნდა ჯერ დავაჭიროთ გადატანას, შემდეგ მას მოვჭიდოთ მაუსით და გადავაადგილოთ ნებისმიერ მიმართულებით. შესაბამისად, მისი კოორდინატები იცვლება, რა თქმა უნდა. გადავიდეთ კლავ მეორე გრაფაზე, ორი ობიექტის გადაკვეთა. ამისათვის ჯერ უნდა ავიღოთ ორი წრფე, მაგალითად ესე. ეს ორი წრფე ავიღოთ, ისინი გადაიკვეთა და მისი გადაკვეთის წერტილს ეს ვიჩვენებს, ორივე წრფას მოვნიშნავთ და გამოჩნდება დამატებითი წერტილი, რომელიც არის მათი გადაკვეთის ადგილში. გადავიდეთ მესამე ფანჯარაზე, წრფე ორ წერტილზე. ამისათვის უნდა მოვნიშნოთ ჯერ ორი წერტილი და შეგვიძლია გავუყოთ ნებისმიერ სახის წრფე, მაგალითად ესე. შემდეგ ორ წერტილს შორის მონაკვეთი, აგრეთვე იგივე პრინციპი არის, ორ წერტილს მოვნიშნავთ და გაილება მათ შორის მონაკვეთი. შემდეგ წერტილიდან მოცემული სიგრძის მონაკვეთი. ანუ მოვნიშნავთ ჩვენ აქ წერტილს, შემდეგ პროგრამა გვიგდებს პატარა ფანჯარას, სადაც უნდა მივუთითოთ თუ რა სიგრძის გვინდა იყოს ესა თუ ის მონაკვეთი, მაგალითად 7 დიახ და ამოვაგდებს 7 და პროგრამა დახაზავს 7 სანტიმეტრის სიგრძის მონაკვეთს. შემდეგი სხივი ორ წერტილზე იგივე პრინციპი არის, კვლავ ორ წერტილს მოვნიშნავთ და გაილება შესაბამისი სხივი და იგივეა ვექტორებზეც, ვექტორი ორ წერტილს შორის, კვლავ ორ წერტილს მოვნიშნავთ და გაილება მათი შესაბამისი ვექტორი. გადავიდეთ მეოთხე დანაყოფზე, მართობური წრფე. ამისათვის ჯერ ჩვენ უნდა დავავალოთ წრფე, ესე. შემდეგ აქ დავაწყაბებთ, კვლავ მოვნიშნავთ ამ წრფეს და გაივლება მისი შესაბამისი მართობი, ასე. შემდეგი არის პარალელური წრფე, ასევე უნდა ავიღოთ წრფე. შემდეგ მოვნიშნავთ წერტილებს. შემდეგ მოვნიშნავთ იმ წრფეს, რომელიც დავღაზეთ და გაივლება მისი პარალელური წრფე. შუამართობი არის ეს შემდეგი, უნდა გადავიდეთ აქედან, კვლავ შუამართობი. მოვნიშნოთ ორ წერტილს და მათ შორის ავტომატურად პროგრამა აავლებს შუამართობას. შემდეგია ბისექტრისა, ამისათვის ჯერ ჩვენ უნდა მოვნიშნოთ კუთხე, მაგალითისთვის ასე. შემდეგ უნდა მოვნიშნოთ სამივე წერტილი და პროგრამა ავტომატურად გაავლებს მათ შესაბამის ბისექტრისას. შემდეგი ფანჯარა არის მრავალკუთხედებზე, მრავალკუთხედი, აი დანაყოფიც არის. შეგვიძლია ეს ძალიან მარტივი არის, შეგვიძლია მოვნიშნოთ ესე წერტილები და ავიღოთ ნებისმიერი სახის მრავალკუთხედი, როგორც ჩვენ გვსურს. თუმცა აგრეთვე ჩვენ ამ დანაყოფს აქ კიდევ ერთი დანაყოფი წესიერი მრავალკუთხედი, რომელთაც ასე შეგვიძლია უნდა მოვუშვეთ ორი წერტილი. შემდეგ ისევ ამოვიგდებს პროგრამა პატარა ფანჯარას, სადაც უნდა მივუთითოთ თუ რამდენი წერტილი გვინდა იყოს ესა თუ ის ფიგურა, მაგალითად 5 დავაჭერთ და თვითონ პროგრამა ხაზავს წესიერ ტოლგვერდა 5 კუთხეს.
გადავიდეთ ახლა წერტილებზე, წერტილი ცენტრით, რომელიც მოცემულ წერტილზე გადის. უნდა მოვიხილოთ ნებისმიერი წერტილი და შეგვიძლია ავაგოთ ნებისმიერი ზომის სახის წერტილი. მაგალითად ესეთი. შემდეგი არის წერტილი. შემდეგი არის წერტილი. კვლავ. ოღონდ აქ შეგვიძლია ჩვენ მივთითოთ სასურველი რადიუსი. მაგალითად 5 მივთითებ და პროგრამა ავტომატურად აგებს და შემდეგი არის ასე. შემდეგი არის სექტორი. აი ასე მოვნიშნოთ წერტილებს და ჩდება შესაბამისი სექტორი და დამატებითი ფუნქცია, რაც აქვს GeoGebra-ს, არის ძალიან პროდუქტიული. ნებისმიერ მრავალკუთხედს მაგალითად ავიღოთ ეს სამკუთხედი. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ აი ამ დანაყოფით. აი ამ დანაყოფით მისი ფართობი. მოვიხილოთ უბრალოდ მოვნიშნოთ ფიგურას და დაწერს თვითონ პროგრამა თუ რამდენია მისი ფართობი. ან შეგვიძლია გავიგოთ მისი სიგრძე გვერდების. არის 3.5 ეს მოვახედოთ. აგრეთვე დახრილობა. ესე. და შემდეგ. აგრეთვე ჩვენ შეგვიძლია დაფა გადავაადგილოთ, აი უკანასკნელი დანაყოფი რაც არის, ასე. ჩვენ შეგვიძლია გადავაადგილოთ დაფა. ასეთი არის ძირითადი თვისებები GeoGebra-სი. აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ შეგვიძლია შევუცვლელოთ ფერი წერტილს ან კუთხეს. მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ წერტილი. დამატებითი ფუნქცია, რაც არის GeoGebra-ს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია რომელიმე გვერდი ან კუთხე ან წერტილი გამოვყოთ, მისი ფერი შევუცვლელოთ ან სტილი ან ზომა. ამასაც უნდა დავაჭიროთ ამ ფიგურას ორჯერ. ამაგასაც ახლა დავაჭიროთ წერტილს ორჯერ. შემდეგ აქ არის თვისებები, მას დავაჭიროთ აი ფერი. გადავიდეთ აი ფერი. მაგალითად ავიღოთ მწვანე. და ეს წერტილი გახდება მწვანე. ან მაგალითად გვერდი ავიღოთ. კვლავ თვისებები. მაგალითად ეს ფერი. გამოიყო კვლავ. როგორცაც შეიცვალა ფერი და მოდით უკვე დავასრულოთ ჩვენი მიმოხილვა. ბოლოს, როდესაც ჩვენ დავხატავთ რაიმე ფიგურას, ჩვენ შეგვიძლია მის შენახვა აი უნდა ვიდეთ ზემოთ, ფაილი რო წერია, მან შეგვიძლია ჩვენ აი შენახვა, აქ სხვადასხვა კიდე ჩამონათვალია და სრული სამი შეგვიძლია ვირჩიოთ. ნებისმიერ რამ შეგვიძლია შევინახოთ ის და შემდეგ გამოვყენოთ სხვადასხვა საქმისთვის. მადლობთ ყურადღებისთვის.